კრიშნა ღმრთების უზენაესი პიროვნება, ფლეიტით მოხიბლული გოპები. კრიშნას ძალზე სიამოვნებდა ტყის გარემო, სადაც ყვაოდა ყვავილები, მხიარულად ზუზუნებდნენ ფუტკრები და კელები, ჩიტები, ხეები და მათი ტოტები ბედნიერად გამოიყურებოდნენ. კრიშნა კი შრი ბალარამასა და მენახირე ბიჭების თანხლებით ძროხებს მწყემსავდა და თავის ტრანსცენდენტულ ფლეიტაზე უკრავდა. კრიშნას ფლეიტის ხმის გაგონებაზე ვრინდავანის გოპებს იგი აგონდებოდათ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, თუ რა მშვენივრად უკრავდა კრიშნა ფლეიტაზე. კრიშნას ფლეიტის ტკბილი ხმის აღწერისას გოპები კრიშნას გართობებსაც იხსენებდნენ. მაშინ ჭკუა უფორია ხდებოდათ და მშვენიერი ჰანგების სრულყოფილად აღწერის უნარს კარგავდნენ. ტრანსცენდენტულ ჰანგებზე საუბრისას ისინი იხსენებდნენ კრიშნას ჩაცმულებას. მოცეკვავე მსახიობივით თავი ფარშავანგის ბუმბულით როგორ ჰქონდა მორთული და ყურის უკან ცისფერი ყვავილები გაერჭო. მისი სამოსელი ოქროსფრად ანათებდა, ვაიჯაიანტის ყელსაბამი ამშვენებდა. ასე მომხიბვლელად გამოწყობილი კრიშნა თავისი ფლეიტის ნასვრეტებს ბაგეთაგან გადმოდენილი ნექტარით ავსებდა. გოპები იხსენებდნენ კრიშნას შემავალს ვრინდავანის ტყეში, რომელიც მუდამ განდიდებულია კრიშნასა და მისი თანამგზავრების ნაფეხურებით. კრიშნა მეტად დახელოვნებული იყო ფლეიტაზე დაკვრაში. გოპებს ატყვევებდა მისი ხმები, რომელიც არა მარტო მათ, არამედ ყველა ცოცხალ არსებას ხიბლავდა. ერთ-ერთმა გოპიმ უთხრა თავის მეგობარს: თვალების უმაღლესი სრულქმნა იმის ხილვაა, როგორ შედიან ტყეში კრიშნა და ბალარამა, როგორ უკრავენ ფლეიტაზე და მწყემსავენ ძროხებს მეგობრებთან ერთად. მათ, ვინც გამუდმებით ხედავენ კრიშნას, შინაგანად და გარეგანად, ფიქრობენ, როგორ უკრავს იგი ფლეიტაზე, შედის ვრინდავანის ტყეში და მენახირე ბიჭებთან ერთად ძროხებს მწყემსავს, ჭეშმარიტად მიაღწიეს სამათის მწვერვალს. სამათი, ტრანსი, გრძნობების ყოველგვარი მოქმედებების გარკვეულ საგანში დანთქმას ნიშნავს, ხოლო გოპები გვიჩვენებენ, რომ კრიშნას გართობები ყოველგვარი მედიტაციისა და სამათის სრულქმნაა. ბჰაგავად გიტაში ისიც დადასტურებულია, რომ ნებისმიერი, ვინც მუდამ კრიშნაზე ფიქრშია დანთქმული, უმაღლესი გახლავთ ყველა იოგს შორის. მეორე გოპიმ გამოთქვა აზრი, რომ ძროხების მწყემსისას კრიშნა და ბალარამა სცენაზე თამაშისთვის მომზადებულ მსახიობებს ჰგავდნენ. კრიშნას ყვითელი ფერის მოელვარე სამოსელი ეცვა, ბალარამას კი ლურჯი. ხელში მანგოს ხის ორი შტო, ფარშავანგის ბუმბულები და ყვავილების კონები ეჭირათ. ლოტოსის გირლანდებით შემკულნი, ზოგჯერ მეგობრებთან ერთად ტკბილად მღეროდნენ. ერთმა გოპიმ უთხრა მეორეს: რატომ არიან კრიშნა და ბალარამა ასე ლამაზები? მეორე გოპიმ თქვა: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, რა ღვთისმოსავი საქმეები ჩაიდინა მისმა ბამბუკის ფლეიტამ, რომ ახლა კრიშნას ბაგეების ნექტარით ტკბება. კრიშნა ზოგჯერ ეამბორება ხოლმე გოპებს, ამიტომ მისი ბაგეების ტრანსცენდენტული ნექტარი მხოლოდ მათთვის არის მისაწვდომი, ხოლო მისი ტუჩები მათ საკუთრებად ითვლება. ამიტომ გოპებმა იკითხეს, როგორ მოხდა, რომ ფლეიტა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ბამბუკის ღერო, გამუდმებით კრიშნას ბაგეთაგან მომავალი ნექტარით ტკბება? იმის გამო, რომ ფლეიტა უზენაეს უფალს ემსახურება, მისი მშობლები ძალიან ბედნიერები უნდა იყვნენ. ტბები და მდინარეები ხეების დედებად ითვლებიან, ვინაიდან ხეები უბრალოდ წყლის სმით სულტკმულობენ. ასე რომ ვრინდავანის ტბები და მდინარეები სავსე იყო ბედნიერი ლოტოსის ყვავილებით, რადგან ისინი ფიქრობდნენ, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ვაჟი, ბამბუკის ღერო, კრიშნას ბაგეთა ნექტარით ტკბება? მდინარეებისა და ტბების ნაპირზე მდგარი ბამბუკის ხეებიც ბედნიერები იყვნენ, როცა თავიანთ შთამომავალს უფლის ასეთ სამსახურში ხედავდნენ, ისევე როგორც პიროვნებებს, რომლებიც ცოდნის მაღალ საფეხურზე დგანან, სიამოვნებთ, როცა მათი ნაშიერები უფლის სამსახურში არიან. სიხარულს მოეცვა ხეები, ისინი გამუდმებით იძლეოდნენ თავს, რომელიც ტოტებზე ჩამოკიდებული ფიჭებიდან გადმოდიოდა.
ზოგჯერ გოპები თავიანთ მეგობრებს კრიშნას შესახებ ასე ელაპარაკებოდნენ ხოლმე: „ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ვრინდავანი მთელი ამ დედამიწის დიდებას გალობს, ვინაიდან ეს პლანეტა დევაკის შვილის ლოტოსის ნაფეხურებით არის განდიდებული. გარდა ამისა, როდესაც გოვინდა ფლეიტაზე უკრავს, ფარშავანგები მაშინვე ჭკუიდან იშლებიან. ცხოველები, ხეები, მცენარეები გოვართანას მთის წვერზე ან ველზე მოცეკვავე ფარშავანგებს ხედავენ, შეშდებიან და დიდი ყურადღებით ისმენენ ფლეიტის ტრანსცენდენტულ ხმას. ფიქრობთ, შეუძლებელია ასეთი წყალობა რომელიმე სხვა პლანეტაზე არსებობდეს. თუმცა გოპები სოფლელი მენახირე ქალები და გოგონები იყვნენ, მათ კრიშნას შესახებ ცოდნა გააჩნდათ. ასევე, ადამიანს უზენაესი ჭეშმარიტების შესწავლა უბრალოდ ავტორიტეტული წყაროების მოსმენით შეუძლია. მეორე გოპიმ თქვა: „ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ერთი შეხედეთ ირმებს, თუმცა უტყვი ცხოველები არიან, მაინც მიუახლოვდნენ ნანდა მაჰარაჯას ვაჟს, კრიშნას. მათ არამარტო კრიშნასა და ბალარამას სამოსელი იზიდავს. როგორც კი ფლეიტის ხმა შემოესმებათ, ირმები ქმრებთან ერთად მოწიწებით ეთაყვანებიან უფალს, შეჰყურებენ რა მას დიდი სიყვარულით. გოპებს სურდათ ირმებისა, ვინაიდან მათ ქმრებთან ერთად კრიშნას სამსახური შეეძლოთ. გოპები არც ისე ბედნიერად თვლიდნენ თავს, ვინაიდან, როდესაც კრიშნასთან წასვლა სურდათ, მათი ქმრები დიდად არ ხარობდნენ. მესამე გოპიმ თქვა: „ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კრიშნა ისე მშვენივრად არის ჩაცმული, რომ ალბათ ამის გამო ატარებენ ქალები სხვადასხვა ცერემონიებს. ზეცის მცხოვრებთა ცოლებს ხიბლავს მისი ფლეიტის ტრანსცენდენტული ხმა. თუმცა ისინი ცაში საჰაერო ხომალდებით დაფრინავენ, ქმრებთან ყოფნით ტკბებიან, კრიშნას ფლეიტის ხმის გაგონება მაშინვე აფორიაქებთ, თმები ეშლებათ და მკერდზე შემოტმასნილი კაბები ეშვებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიშნას ფლეიტის ტრანსცენდენტული ხმა სამყაროს ყოველ კუთხეში აღწევს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გოპებმა ცაში მფრინავი საჰაერო ხომალდების შესახებ იცოდნენ. მეოთხე გოპიმ უთხრა მეგობრებს: „ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძროხებსაც უმალვე აჯადოებს კრიშნას ფლეიტის ხმა, რომელიც მათთვის ნექტარის ჩამოღვენთას გავს და ფლეიტის ნექტარის დასაჭერად ისინი უმალვე გრძელ ყურებს ცქვეტენ. რაც შეეხება ხბოებს, მათ ძუძუ პირში უდევთ, მაგრამ რძეს ვერ სწოვენ. ერთგულებით ქვავდებიან და თვალებიდან ცრემლები ჩამოსდით. ცხადად წარმოიდგენენ რა თუ როგორ იკრავენ კრიშნას გულში. ეს შემთხვევები გვიჩვენებს, რომ ვრინდავანში თვით ძროხებმაც და ხბოებმაც იცოდნენ კრიშნასთვის ტირილი და მისი გულში ჩაკვრა. მართლაც, კრიშნას ცნობიერებაში სიყვარულის უმაღლესი გამოხატულება ცრემლებია. ახალგაზრდა გოპიმ უთხრა დედამისს: „ჩემო ძვირფასო დედა, ჩიტები, რომლებიც უყურებენ, როგორ უკრავს თავის ფლეიტაზე კრიშნა, სმენად ქცეულის ხედან მრავალი ხის ტოტებსა და შტოებზე. მათი გარეგნობა იმას ემეტყველებს, რომ ყველაფერი დავიწყებიათ და მხოლოდ კრიშნას ფლეიტის ხმა ესმით. ეს იმას ამტკიცებს, რომ ისინი ჩვეულებრივი ჩიტები კი არა, დიადი ბრძენები და ერთგულები არიან, რომლებიც კრიშნას ფლეიტის მოსასმენად ჩიტებად მოევლინენ ვრინდავანის ტყეში. დიად ბრძენებსა და სწავლულებს აინტერესებთ ვედური ცოდნა. ვედური ცოდნის არსი კი ბჰაგავად გიტაშია მოცემული. მხოლოდ ვედური ცოდნის გზით შეიძლება კრიშნას შეცნობა. ამ ჩიტების საქციელმა ნათელყო, რომ ისინი ვედურ ცოდნაში დიდად განსწავლულნი იყვნენ. მათ ყური მიუგდეს კრიშნას ტრანსცენდენტულ ხმას და ვედური ცოდნის ყველა სხვა შტო უარყვეს. თვით მდინარე იამუნამ, რომელსაც კრიშნას ლოტოსის ტერფების გულში ჩაკვრა მოესურვა, მისი ფლეიტის ტრანსცენდენტული ხმის გაგონებაზე დააშოშმინა თავისი გაშმაგებული ტალღები და ხელებში მშვენიერი ლოტოსის ყვავილებით მოედინებოდა, რათა ღრმა გრძნობით მიერთმია ყვავილები მუკუნდასათვის. ზოგჯერ შემოდგომის მზის მწველი სიცხე აუტანელი იყო, ამიტომ ცაზე ღრუბლები თანაგრძნობით გამოჩნდებოდნენ ხოლმე კრიშნას, ბალარამასა და მათი მეგობრების თავზე, როცა ისინი ფლეიტაზე უკრავდნენ. ღრუბლები კრიშნასთან მეგობრების დასამყარებლად
ქოლგებად ეკვეოდნენ ერთმანეთს და სიცხისგან იცავდნენ მათ. იქაური თავნება გოგონებიც ბოლომდე კმაყოფილნი იყვნენ, როდესაც სახესა და მკერდს ვრინდავანის მტვრით ისვრიდნენ, რომელსაც კრიშნას ლოტოსის ტერფების შეხებით მოწითალო ფერი დასდებია. ადგილობრივ გოგონებს სავსე მკერდი ჰქონდათ, ამავე დროს მეტად ნებიანი იყვნენ, მაგრამ საყვარლების მკერდზე შეხებით არც თუ ისე დიდ კმაყოფილებას განიცდიდნენ. შუა ტყეში შემოსვლისას დაინახეს, რომ სიარულის დროს კრიშნას ლოტოსის ტერფებიდან გადმოფრქვეულ კუნკუმას ფხვნილს ვრინდავანის ფოთლები და ხვიარები ალაგ-ალაგ გაეწითლებია. გოპები მის ლოტოსის ტერფებს კერძზე იკრავდნენ, რომელთაც ასევე კუნკუმას ფხვნილი ეცხო, მაგრამ როდესაც კრიშნა ბალარამასთან და მეგობარ ბიჭებთან ერთად ვრინდავანში დადიოდა, მოწითალო ფხვნილი ვრინდავანის ტყის მიწაზე იფრქვეოდა. ასე რომ, როდესაც ადგილობრივი ნებიანი გოგონები კრიშნას უყურებდნენ, რომელიც ფლეიტაზე უკრავდა, მიწაზე მოწითალო კუნკუმას ხედავდნენ, მას მაშინვე იღებდნენ და სახესე და მკერდზე ისვამდნენ. ამით გოპები სრულ კმაყოფილებას განიცდიდნენ. თუმცა მკერდზე საყვარლების შეხება არ აკმაყოფილებდათ, ყოველგვარი ნებიანი მატერიალური სურვილი უმალვე დაკმაყოფილდება, თუკი ადამიანი კრიშნას ცნობიერებასთან მოვა ურთიერთობაში. ერთმა გოპიმ ასეთნაირად დაიწყო გოვართანას მთის არაჩვეულებრივი მდებარეობის ქება. რა ბედნიერია ეს გოვართანას მთა, როგორ ტკბება უფალ კრიშნასთან და ბალარამასთან ურთიერთობით, რომელთაც მასზე სიარულით ჩვეულებად აქვს ქცეული. გოვართანას მუდამ ეხება უფლის ლოტოსის ტერფები. ვინაიდან გოვართანას მთა ასე დავალებულია უფალ კრიშნასა და ბალარამასგან, იგი ძღვენის სახით მიართმევს უფალს 1000 გვარ ხილს, ფესვებსა და ბალახებს, ასევე თავისი ტბების მეტად საამო სუფთა წყალს, მაგრამ გოვართანას მთის მიერ მირთმეული საუკეთესო ძღვენი ძროხებისა და ხფოებისათვის ახლად ამოსული ბალახი გახდათ. გოვართანას მთამ იცოდა, როგორ ესიამოვნებინა უფლისთვის მისი ყველაზე საყვარელი თანამგზავრების, ძროხებისა და მენახირე ბიჭების სიამოვნებით. ერთმა გოპიმ თქვა, რომ ყველაფერი საოცარი ჩანდა, როდესაც კრიშნა და ბალარამა ვრინდავანის ტყეში დასეირნობდნენ, ფლეიტაზე უკრავდნენ და ახლო მეგობრობას ამყარებდნენ ყველა სახის მოძრავ და უძრავ არსებებთან. როდესაც კრიშნა და ბალარამა თავიანთ ტრანსცენდენტულ ფლეიტაზე უკრავდნენ, მოძრავი არსებები ქვავდებოდნენ და საქმიანობას წყვეტდნენ, ხოლო უძრავი ცოცხალი არსებები, როგორებიცაა ხეები და მდინარეები, ექსტაზისგან ირხეოდნენ. კრიშნას და ბალარამას ჩვეულებრივი მენახირე ბიჭებივით მხარზე გადაეკიდათ საბელები. მოწველისას ბიჭები ძროხებს პატარა თოკებით უბამდნენ უკანა ფეხებს. ეს თოკი ბიჭებს თითქმის ყოველთვის მხარზე ეკიდათ და ასევე ჰქონდათ იგი კრიშნას და ბალარამასაც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღმრთების უზენაესი პიროვნება იყვნენ, ზუსტად მენახირე ბიჭებივით იქცეოდნენ, ამიტომ ყველაფერი დიდებული და მიმზიდველი ხდებოდა. ვიდრე კრიშნა ვრინდავანის ტყეში ან გოვართანას მთაზე ძროხებს მწყემსავდა, სოფელში გოპები მუდამ მასზე ფიქრში იყვნენ განთქმული და მის სხვადასხვა გართობებზე საუბრობდნენ. ეს არის კრიშნას ცნობიერების სრულყოფილი მაგალითი, ასე თუ ისე მუდამ კრიშნაზე ფიქრით იყო მოცული. ამის აშკარა მაგალითს გოპების საქციელი წარმოადგენს, ამიტომ უფალმა ჩაიტანიამ განაცხადა, რომ ვერავინ ეთაყვანებოდა უფალს გოპებზე უკეთ. გოპები არ იყვნენ მაღალი წრის ბრაჰმანების ან ქშატრიების ოჯახებიდან, ისინი ვაიშების არა მდიდარ ვაჭართა, არამედ უბრალო მენახირეთა ოჯახებში იშვნენ. ისინი არ ყოფილან დიდად განათლებულნი, თუმცა ყოველგვარ ცოდნას ისმენდნენ ბრაჰმანების ვედური სიბრძნის ავტორიტეტებისგან. გოპების ერთადერთ მიზანს მხოლოდ კრიშნაზე ფიქრში დანთქმა წარმოადგენდა.